ქალბატონებო და ბატონებო, ახლა კი შემდეგი წყვილი. 71 კილოგრამ კატეგორიაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თურქეთი ქემალ შაინ. საქართველო გივი თოდუა. და ახლა მებრძოლი წითელ კუთხეში თურქეთი ქემალ შაინ. Letting you go, I was just letting you know. I know the weather is cold, but you on your own. I ain't no regular Joe, should've left me alone. I'm in the zone, I'm where the predators roam. We at the Senate in Rome, and I'm on Kemal Shahin. No, do you follow me, baby? Can you see what I have? Do you like what you see? ახლა კი მებრძოლი ლურჯ კუთხეში საქართველო გივი თოდუა. მაისურაძე რინგზე. ვაგზელებთ ერთაბრძოლებს, წინა დაჯილდოება ვიხილეთ. გიორგი კანდელაკმა დააჯილდოვა გიგნიაშვილი და იქ ორი აზრი არ არსებობდა, გამარჯვებული გამოჩნობა რთული არ იყო. ეხლა კი ძალიან საინტერესო ჩვენი ქართველი მებრძოლი გამოდის თურქის წინააღმდეგ გივი თოდუა, რომელიც გამოირჩევა თავისი სტილით, მანერით, კარგი დამტყმელია, მოკლედ სტაიკერი, როგორც იტყვიან და ქემალ შაჰინი არის თურქი, მისი მეტოქე. ჩვენ მქონდა ერთი ჭუბი თოდუას მონაწილეობით და იქაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დაიწყო პირველი რაუნდი, სწორად შენიშნე თამა, ძალიან დახვეწილი, ძალიან ისეთი ძალისმიერი და კომბინაციური კრივის მოყვარულია გივი თოდუა. ფრანგ მეტოქესთან თავარი ბრძოლა ჰქონდა მას წინა შოუდან და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დააკვირდით როგორ წინ მიდის, შეტევაზე ძალიან ისეთი აუღელებლად, თანმიმდევრულად, ძალიან დინჯად და ჩაფიქრებული კომბინაციებით. არ არის გამორიცხული რომ ნოკაუტიც ვიხილოთ. გონივრული ეჭვი მაქვს თუ გივი თავისი მონახაზი და ის დავალება, რასაც ის სამწუხარო შტაბიდან, უყურე უკანახელი ფაქტობრივად თითქმის მიწვდა და ალბათ ეს იქნება. ხო, ჯერ თან პირველი რაუნდია და ჯერ ასკი გახურებულან მოკრივეები. ძალიან კარგად მუშაობს გივი ახლო მანძილზე. ფაქტობრივად მისი ახლოს მიშვება არის ძალიან დიდი საფრთხე. დიდ შეცდომას უშვებს თურქივიზავი, როდესაც გივის ადლევს ახლო ბრძოლის წარმართვის საშუალებას. სტილობს რო არ მიუშვას, მაგრამ ისე მიდის გივი რომ მოიმწვია, ეხაც კუთხეში ყავს, ნახოთ. რა კარგი დარტყმა იყო გვერდში. იზა გახლავთ საკუთარი მისი მწვრთნელი თოდუას. დიახ, გაგა თოდუა ძალიან კარგი მწვრთნელი, კარგი კარგი დარტყმები გაცვალეს. თუმცა გივის თითოეულ დარტყმას აქვს ძალიან ისეთი აქცენტირებული სიზუსტით და სიმძლავრით გამორჩეული ეფექტი. ცოტა მაგონებს თოფურია რომ UFC-ში რომ კლივს რა კარგი დარტყმებია, ასე თუ გაგრძელდა არ არის გამორიცხული რომ ჩვენ ვიხილოთ პირველი ანგარიშის გახსნა არბიტრის მხრიდან არ პასუხობს ხუდათვაზე დადგა. კიდევ ერთი კარგი დარტყმა, ალბათ არბიტრი ჩაერთვება ამ საქმეში. შაჰინის მაგივრად ისეთი დარტყმები მიაყენა, ჯერ იტანს. გაასრო, მაგრამ არ ამგონია თლიანი ბრძოლა მან შეძლოს ამ კინისებრი დარტყმების. ესე ამ მიმდინარეობით ნამდვილად ვერ შეძლებს და. კიდევ ერთი კარგი დარტყმა ქვევიდან. ვერ პასუხობს ახლა.
ძალიან კარგ კომბინაციურ კრივს გთავაზობს როგორც ჩავი აი ახლა უკვე უნდა ჩაერთოს ჩემი აზრით არბიტრი დაუთვლიან დიახ აი გაიხსნა ანგარიში ბრავო გივი ჩვეული თანმიმდევრული ძალისმიერი კომბინირებული კრივი პირველივე რაუნდიდან კი ვიძახით ამირანო არ არის გამოიწყული ნოკაუტი მაგრამ დროზე ესე ადრე ნამდვილად არ მიგულისხმია ვიფიქრე მეორე მესამე რაუნდში თურქი მეტოქე დარებდა ულოცავ გივი თოდუას პრინციპში სწორადაც მოიქცა იმიტომ რომ აზრი ახლა ესეთ კრივს ისი მხრიდან არანაირი აზრი არ ქონდა ჩვენ როგორც ქართული კრივის გულშემატკივრებს და აქ დამწე აუდიტორიას გაგვიხარდა მაგრამ სადღაც დამაკლდა მისი ეს დახვეწილი მოძრაობები გამიხარდებოდა 2-3 რაუნდი კიდევ აი სოსოს აყვედურობდნენ ხო რომ რა არის შეგაიკაცო ცოტა ჩვენ ზღვასიამოვნე დაახლოებით ეს სიტუაციაა მაგრამ სწორი პასუხი იყო მისი მხრიდანაც და დაევუსუროთ რომ ტაისონის გზას გაყოლოდეს გივი და ერთ-ერთი გამორჩეული ჩივილი მისი გულშემატკივრებიდან ყოფილიყო დროზე ადრე დამთავრებული ბრძოლა. თანახმავალი. მოკლედ ქართულ-თურქული დაპირისპირება ქართველი მოკრევის აშკარა უპირატესობით პირველივე რაუნდის ბოლომდეც კი ვერ მივიდა ბრძოლა. ვერა. აღოთ ახლა გამოაცხადებენ ვერდიქტს. DJ ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ დღითი დღე დრო და დრო შოუდან შოუმდე ქართული კრივი როგორც მოკრივეების ნაწილში ასევე პერფორმანსის და საორგანიზაციო კუთხით იხვეწება ვითარდება და კიდევ ერთხელ ევროპულ და მსოფლიო კრივის ელიტას ვაჩვენებთ რომ ჩვენთან კრივი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარებული სპორტია. კი ბატონო, პირველი ივენთი მქონა ჯერ რუსთავში, საკმაოდ კარგი, წარმატებული, სადაც ჩვენი ლაშა გამოვიდა გურული. შემდეგ იყო უკვე ქუთაისი და ეხა თბილისი არენა და როი ჯონსი, რაც თავარია. შეუძლებელია ახლა ჩვენგან ძალიან ახლოს ის მსოფლიო კრივის ლეგენდა და რაღაც მეტრაში სხვა ემოცია, სხვა ენერგეტიკა, სხვა სისავსეობა და აღქმა იმის რომ ჩვენ ვართ ნამდვილ კრივის შოუზე. როცა აქტიური სპორტსმენი იყო და მისი კომაგი ვიყავი, რა ვიცი, ვერც არ მოვიდგენდი, რომ ესე ახლო შეიძლება როი ჯონსი მენახა, თუმცა არასოდეს არ თქვა, არასოდეს, ხო, თუ როგორ არის? ოცნებები ხდება, შეუძლებელი არასდროს არაფერია, მთავარია მონდომება, რწმენა და აქტიური შრომა, დისციპლინა. აბსოლუტურად ყველა სპორტში ჩემი აზრით ეს არის მთავარი კომპონენტები, რომელიც უპირობო წარმატებას განაპირობებს. ნახოთ, ძალიან კარგი ბრძოლა გველის, შემდგომი დაძაბული, საინტერესო და უნდა შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ მთავარი ბრძოლა დღევანდელი დღის ძირითადი ბრძოლა არის ირაკლი მელიქიშვილი, რომელიც კამარზე მსოფლიო IBA-ის კამარზე იჩხუბებს. გამართავს 10 რაუნდიან ორთაბრძოლას. ქალბატონებო და ბატონებო, გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემს სპორტის დამსახურებული ოსტატი ბატონი დავით კვაჭაძე. Listen, this thing right here wasn't given. I'm whipping this to precision. Before you talk, homie, listen. They love me for my ambition. Paper chase, palm itching. I brag different. The flow ignorant. Got them hooked, they kept fishing. You popped off but play victim. Look how the plot be twisting. You lost flavor when you kept on mixing. That boy stayed icy with something that left you colorblind. Mind your own, don't come for mine. That other stuff be borderline. I'm on a different time, yo. You better get your watch. ქალბატონებო და ბატონებო, ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა გივი თოდუა. Keep a list of goals to accomplish. Leave my past in a rear view. This split so loud I can't even hear you. So heard you. Don't say nothing when I hit a curve. You sip my tea like it's herbal. Watch it come back full circle. Knew this life was eternal when I hopped over hurdles. I so universal. You see me with my circle. Yeah, you see me with my circle. Play the cut, we puffin' purple. First time I got tipsy off the white like I was Virgil. Yeah, I grew up with my cousins on Herzl. Used to have a curfew writing verses. და მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და პრომოუშენს ასეთი კარგი ევენთისთვის.
საქართველოში ასეთი დონის ევენთი არ მახსოვს, ამიტომ წარმატებები მათ და ასევე მომავალშიც ძალიან საინტერესო ბრძოლებს გვირდებით. მადლობა ყველას. ალბათონებო და ბატონებო, კივი თოთოა! Doing burnouts, they know that it's our turnout. Let's see how this gon' turn out. Our blessings been confirmed now. That other shit you hear about don't concern us. You see the sound, don't disturb us. These other